დღეს EcoFlow-ს powerbank-ებს განვიხილავთ. მაგიდაზე გვაქვს 5 პროდუქტი. დავიწყებთ ყველაზე პატარიდან და დავამთავრებთ ისეთით სახსაც რომ გაგინათებთ. სანამ დავიწყებთ, არქის გამოწერა არ დაგავიწყდეთ, მე ძალიან გამიხარდება. Let's go. EcoFlow Rapid უსადენო powerbank-ი ზომით ყველაზე პატარაა სხვებთან შედარებით, თუმცა მAh-ის რაოდენობა 10000-ია. შესაბამისად, თქვენს ტელეფონს იგი საშუალოდ ორჯერ დატენის, მაგრამ რა თქმა უნდა, ტელეფონსაც გააჩნია. მას უკაბელო დამხვრად შეუძლია 7.5 ვატით, რაც სწრაფი ნამდვილად არა, მაგრამ თუ არსად გეჩქარებათ, ვფიქრობ, კარგი დამატება. მოყვება Type-C კაბელი და ამ კაბელით 30 ვატიანი სწრაფი დამხვრა შესაძლებელი. ეს კაბელი ყუთში დევს. აქვს ერთი Type-C პორტი, რომელთაც თვითონ დაიტენება კაბელით, ასევე ქვემოთ აქვს ნათურები, რომელთაც ნახავთ დარჩენილი ელემენტის დონეს. იმდენად პატარა ზომისაა, რომ შეგიძლიათ უკაბელო დამხვრისას ჯიბეში ჩაიდოთ და არ შეგაწუხებთ. ასევე აქვს სადგამი, აი ეს ფეხი, რომელსაც გამოწევთ და ტელეფონის ვერტიკალურად და ჰორიზონტალურად დადგმა შეგიძლიათ, როცა რაიმეს უყურებთ და თან ტელეფონსაც დატენით. მშვენიერი რაღაცა. მისი ცოტათი უფრო ძლიერი ძმა კი EcoFlow Rapid Magnetic Powerbank-ია, რომელიც გაზრდილ ზომაში გვხვდება ჯიბეში ვფიქრობ ვეღარ ჩაატევთ. მAh ისევ 10000-ია, თუმცა სხვა ყველაფერი გაუმჯობესებულია. Qi2 უკაბელო დამხვრა მაგნიტებით საშუალებას გვაძლევს 15 ვატით დავტენოთ ჩვენი ტელეფონი. ხოლო კაბელი უკვე შიგნითაა ჩაშენებული და მისი 65 ვატიანი სწრაფი დამხვრით ლეპტოპის დატენასაც შევძლებთ. ერთდროულად ორი მოწყობილობის დამხვრა კაბელით შეგვიძლია, ხოლო უკაბელო დამხვრისას მხოლოდ ერთის. მეგრე დაადებ, დაიტენება, მაგრამ კაბელებს თუ გამოიყენებთ ძალიან. აქვს ერთი Type-C პორტი, ასევე აქვს ეკრანი, რომლიდანაც შეგვიძლია ვნახოთ რამდენ პროცენტზეა powerbank-ი და შემავალ-გამავალი ვატობა. პატარა ძმის მსგავსად აქვს სტენდი, აგერ. ხოლო მისგან განსხვავებით აქვს აპლიკაციასთან დაკავშირების შესაძლებლობაც, რომელშიც ნახავთ ამ powerbank-ის მონაცემებს, გამავალ და შემავალ ვატებს, ელემენტის პროცენტულ მაჩვენებელს და ამ აპლიკაციიდან შეგვიძლია დისტანციურად ვაკონტროლოთ დამხვრვის ჩართვა-გამორთვაც. ახლა დიდი ნახტომი გვექნება ელემენტის მოცულობაში და პირველი ასეთი დიდი მოცულობის powerbank-ია EcoFlow Rapid Powerbank-ი. წინა ორი ბანკი უკაბელო დამხვრით გამოირჩეოდა და ხელში სატარებლად მოსახერხებელი იყო, მაგრამ ეს კონკრეტული უკვე სხვა დანიშნულებისაა. მისი დიდი ზომიდან და მოცულობიდან გამომდინარე მინიმუმ ჩანთა დაგჭირდებათ. 25000 mAh-იანი ეს powerbank-ი გამოირჩევა ორი ჩაშენებული Type-C კაბელით, აქედან ერთი კი საკიდის ფუნქციასაც ითავსებს. ეს კაბელები და ერთი Type-C პორტი, აი აქ, 100 ვატ ენერგიის გაცემას გვთავაზობს, რაც შესანიშნავია თუ რამდენიმე ლეპტოპის დამხვრა დაგჭირდება ერთდროულად. ასევე აქვს ერთი USB Type-A პორტი 18 ვატის გაცემით. ეკრანი, რომელიც powerbank-ის ელემენტის პროცენტულობას გიჩვენებთ, ასევე გიჩვენებთ ელემენტის სიცოცხლის უნარიანობასა და powerbank-ის ტემპერატურას. მოკლედ, მშვენიერი რამაა. ეს ბოლო ორი მოდელი ერთმანეთისგან სულ ცოტათი განსხვავდება. EcoFlow Rapid Pro powerbank-ის პატარა ვერსია 20000 mAh-იანია და მისი სრული სიმძლავრე 230 ვატია. ჩაშენებული Type-C კაბელი 100 ვატს გასცემს, ისევე როგორც ერთი Type-C პორტი. დარჩენილი ორი პორტი კი 65 ვატიანია. EcoFlow Rapid Pro powerbank-ის დიდი ვერსია კი 27650 mAh-იანია. 27650. დასაწყისში ამაზე ვთქვი, სახსაც გაგინათებთ ხო? კი ვიხუმრე, მაგრამ მის მოცულობას სერიოზული შესაძლებლობები ნამდვილად აქვს. სრული სიმძლავრე მას 300 ვატი აქვს. 140 ვატიანი ჩაშენებული Type-C კაბელი და ასევე ერთი 140 ვატიანი და ორი 65 ვატიანი Type-C პორტები. ორივე მოდელს აქვს ეკრანი, რომლიდანაც შეგიძლიათ ნახოთ რამდენი ვატით იტენება თქვენი მოწყობილობა, თვითონ ბანკის პროცენტულობა, ასევე შეგიძლიათ ჩართოთ Bluetooth-ი და Wi-Fi, რათა დაუკავშირდეთ აპლიკაციას მონაცემების დეტალურად სანახავად და დისტანციურად აკონტროლოთ მოწყობილობის დამხვრა. ეს გახლავთ EcoFlow-ს დამაჯერებელი სასტარტო ხუთეული. EcoFlow ზოგადად გამორჩეულია თავისი ელექტროსადგურებით და როგორც ხედავთ, powerbank-ების მშვენიერი აქვთ. ამ ყველაფერზე მოხსენებულს კი საიტზე ნახავთ ჩვენთან. დაათვალიერეთ EcoFlow-ს ტექნიკა და აირჩიეთ თქვენთვის საუკეთესო. ზუმერული ლინკები ქვემოთ იქნება აღწერაში. კომენტარებში გაგვიზიარეთ, რომლით უფრო დატენდით თქვენს ტელეფონს, მე კი ამით დაგემშვიდობებით შემდეგ შეხვედრამდე. კარგად! ნახვამდის!